რიკოთის გვირაბთან დღეს კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა, შედეგად არავინ დაშავებულა. სპეციალური სამსახურები გზის გაწმენდ სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და ალპინისტები, რომლებიც შეისწავლიან მთაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას საავტომობილო მოძრაობის აღდგენის თაობაზე. საქართველოს რკინიგზამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფასო მატარებლის რეისი დანიშნა, რომლის პირველი რეისი ცოტა ხნის წინ შესრულდა. მიკროფონი არ გამომიჩნიო, ისე იარე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მიღებული არის უსაფრთხოების ზომები, დროებით შეჩერებული არის სატრანსპორტო მოძრაობა და გადართული არის საჩხე და ჭიათურის მონაკვეთზე. ველოდებით ადგილზე რომ ჩამოვიდნენ გეოლოგები და ალპინისტები, რომლებიც დაათვალიერებენ რა მდგომარეობა არის და შესაბამისად ვიმოქმედებთ. უხმა ნალექებმა გამოიწვია მთის მასის მოწყვეტა, განმეორებით რამდენჯერმე ჩამოიშალა მთის მასა, დაახლოებით 2000 კუბური მეტრი. არ არის გამორიცხული კიდევ ჩამოიშალოს. საქართველოს რკინიგზამ დანიშნა დამატებითი მატარებელი, ელექტრომატარებელი, რომელიც თბილისის ცენტრალური ბაქნიდან გავა 21 საათზე გზასტაფონის მიმართულებით, ხოლო უკუსლას შეასრულებს 00 საათსა და 00 წუთს. თუ კვლავ იქნება ხვალ შეფერხება საავტომობილო მიმოსვლის, რკინიგზამ ზათარი რომ გააგრძელოს დამატებითი მატარებლის დანიშვნა.